მოდი პირდაპირ თქვათ, რომ მასწავლებლის პროფესია არ არის ტოპ დაფასებულ პროფესიათა შორის. იმდენად არაპრესტიჟული იყო, რომ ყველას გაუკვირდა, რატო დავიწყე მასწავლებლობა. ბოლო დეკადის მონაცემებით ისტორიული მინიმუმი არის პროფესიაში შემსვლელთა რიცხვისა. ვერაფერს ვერ დავეთანხმები ისეთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ სწავლება უნდა მოხდეს შიშით. როგორ შეიძლება ახმაურებული კლასი გააჩუმო, თუ არ ცემე ვიღებ. ყველაზე ეფექტური სწავლების პროცესში არის თანმიმდევრულობა. იყვნენ მშობლები და არც თუ ისე ცოტა, რომლებიც მოდიოდნენ და ითხოვდნენ, რომ მათი შვილი ფიზიკურად დაგვესაჯა. ამ თემატურ ბლოგს დავარქვი დამწყები მასწავლებლის სევდა. ყველა სფეროში არის რაღაც სტაჟირების პერიოდი და განათლების სივრცეში არის გადარჩენის წელი. 22 ბავშვი მიყურებს რაღაცა დიდი ინტერესიანი თვალებით, რამდენი წელი დარჩები პროფესიაში, დამოკიდებული არის შენ პირველ სასწავლო წლებზე. საბოლოოში ყველაფერი დადის იქამდე უყვარს თუ არა ბავშვები. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ვერ ასწავლი. თუ ხელოვნურმა ინტელექტმა დაგვიწერა გაკვეთილის გეგმები, მაშინ მასწავლებლობა იკარგება. სკოლა ნელ-ნელა დაკარგავს იმ ფუნქციას, რომ ეს არის ცოდნის გადაცემის ადგილი. რა იქნება ის, რასაც ვერ მისცემს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მისცემს მასწავლებელი. ხელოვნური ინტელექტი გადააჭარბებს ადამიანურს.